მოგესალმებით მეგობრებო, ეს გახლავთ ისტორიული ფაქტები და დღეს ჩვენ განვიხილავთ ისტორიული არქეოლოგიურ ექსპონატებს, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს ნაწილი 74. მეგობრებო, ილუსტრაციაზე გამოსახული არის აგურები, სადაც ნაჩვენები არის თუ როგორ ნადიმობდნენ და წვავდნენ ხორცს ადრეულ პერიოდში. აღნიშნული არტეფაქტი მკვლევარებმა აღმოაჩინეს ვეიჯინის სამარხების მე-6 სამარხში. ის აღმოაჩინეს ჩინეთში, განსუს ტერიტორიაზე. მიეკუთვნება ჯინის დინასტიას. აღნიშნული არტეფაქტი კი დათარიღებული არის ახალი წელთაღრიცხვით 266 წლიდან 316 წლამდე. უნიკალური ცალსახელურიანი კანთაროსი. ის კვლევარებმა აღმოაჩინეს ატიკაში, საბერძნეთში. აღნიშნული არტეფაქტი დათარიღებული არის ძველი წელთაღრიცხვით 460 წლით. შემდეგ ილუსტრაციაზე გამოსახული არის კირქვის ოსტრაქონი სექსის სცენის გამოსახულებით. იგი თარიღდება ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს მე-19 დინასტიით. თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით 1295-1186 წლით. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ის არათუ მე-19 დინასტიას, არამედ მე-20 დინასტიით თარიღდება. მისი თარიღი კი გახლავთ ძველი წელთაღრიცხვით 1186-1070 წელი. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი გერმანიის საიმპერატორო საზღვაო ძალების ნარჩენები, რომლებიც ნაწილობრივ ქვიშაში არის ჩაფლული. აღნიშნული არტეფაქტი მდებარეობს მდინარე მედვეიზე, ინგლისში. 1956 წელს ვენეციის მთავრობამ ვენეციის არხები დააშრო, რის შედეგადაც მუშებმა აღმოაჩინეს საუკუნოვანი ნალექები, მათ ასევე ამოიღეს დამანული საგანძურიც. მომდევნო ილუსტრაციაზე გამოსახული არის შუმერული ქალაქი ურუკი. ის ითვლება პირველ ცივილიზებულ ქალაქად მთელს მსოფლიოში. აღნიშნული ქალაქი დათარიღებული არის ძველი წელთაღრიცხვით 6500-დან 4000 წლით. ურუკის სამხრეთ ერაყში მდებარეობს. ეს ქალაქი პირველად 1859 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა არქეოლოგმა უილიამ ლობსტმა. რაკონტერის ხის ნეტსუკე დამზადებული არის ოჰარა მიცუჰიროს მიერ 1810-დან 1875 წლამდე. ის აღმოაჩინეს იაპონიაში. შემდეგ ილუსტრაციაზე კი თქვენ ხედავთ თუ როგორ გამოიყურებოდა სტომატოლოგიის კაბინეტი 1900 წლიდან. დიზაინერი და მწარმოებელი უცნობი გახლავთ. დღევანდელი ვიდეოს კულმინაცია კი გახლავთ კლდის ბროლის ყელსაბამი. ის დათარიღებული არის ძველი წელთაღრიცხვით 800 წლით. მიეკუთვნება ჩავინის კულტურას. აღნიშნული არტეფაქტი აღმოაჩინეს პერუს ჩრდილოეთ სანაპიროზე. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ზარზღილაკი, რათა შემდეგში არ გამოგჩეთ უფრო მეტად საინტერესო ვიდეოები. ვიდეოს ბოლოს კი გთხოვთ დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და გააზიაროთ ვიდეო.